როგორც საიდანაც არ უნდა მოუაროთ, მაინც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. კაცი 6 თვე არ ამუშავოს გენერალ-მაიორის სტატუსამდე მიაღწია. ამდენი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონში იმოგზაურა. აგერ ჩეხეთში იყო ჩასული მინიშნებით როგორც გვეუბნებოდნენ ვიღაცა ბლაჟენის თუ ვიღაცის ახალი გადატრიალების სცენარის ჩასაშლელად. მოკლედ ძალიან ბევრი დივერსანტული ქსელი გახსნა და რომ მიდიოდა კუდად მოიქნია აგერ დღეს სუსმა რუსული საჯაშუშო ქსელი გამოავლინა. თქვენ როგორ აღწერდით ვითარებას, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, მათ შორის თუნდაც აი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სისტემის. აი გვარამიამ ძალიან კარგი პოსტი დაწერა და ეხლა სხვა შორის თქვენთან რომ მოდიოდი შალვა ლომიძესთან მქონდა საუბარი და რომ უსმენდით პრემიერს, მადლობა გადაუხადა სისტემური რეფორმები ჩაატარაო და შალვა ამბობს, რომ წელიწად ნახევარი უნდა ასეთ სამსახურში მხოლოდ რომ ნიადაგი შეამზადო, რასაც სისტემური რეფორმა ქვია. ნუ არაფერი ვართ ისეთ გარემოში, სადაც რომელსაც სახელმწიფო არ დაერქმევა. და ვართ ისეთ ვითარებაში, ნუ გვაყვედრიან სამშობლო, თუმცა სამშობლო ქართველობას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა. ჩვენ თავარი პრეტენზია რა არის, რომ სახელმწიფოთ ვერ ვიქეცით და რეალურად ვართ გავლენათა ტერიტორიად, სადაც ეს პანიაცინის სამართალი, ხო? და ეს ვთქვათ ეს ძელეცური საქმის კეთება, ოღონდ ძელეცური არა ის ტრანზაქციულობას რო ეძახით მე და თქვენ. უფრო სხვა კატეგორიასაც კოოპერატივის დონეზე, აი და ამაში ვართ რეალურად და ვხედავთ იმას, ასაც ვხედავთ, რომ ეხლა როგორც ჩანს ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ როგორც ჩანს მდინარაძემ ბოლომდე ეს ქართული deep state-ის გემოვნებაც ვერ დააკმაყოფილა. ალბათ, იმიტომ რომ ეხლა ქართული deep state ხო ეს უნიკალური ფენომენი არის, ნებისმიერ ქვეყანაში, რა თქმა უნდა არის გავლენების სფეროები. ეს კორპორატული სამყარო იქნება ფინანსური თუ ასე შემდეგ, მაგრამ არის საპირწონე ფორმალური ინსტიტუტების სახით. და ქართული deep state ჩვენ ხშირად გვესმოდა და დღესაც გვესმის ხო deep state, მაგრამ ასეთი უგვანო ფორმისა და შინაარსის ალბათ სხვაგან ვერ მოიძებნება დასავლეთში ყოველ შემთხვევაში როგორც ჩვენთან არის, იმიტომ რომ მართლმსაჯულება არ აკავებს, ბიზნესში კონკურენცია არ აკავებს, პოლიტიკური ინსტიტუტები არ შემაკავებულ ფუნქციას არ ასრულებენ და აი ვართ როგორც ვართ რეალურად. ამიტომ ამის სიმართლე რო გითხრათ, აი ყოველი ბორიგის სერია თითქოს და უნდა გვაკვირვებდეს, რაღაც დოზით გვაკვირვებს, მაგრამ ახალს ჩვენ ხო ამაში ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ახალ აღმოჩენას ვერ ვახდენთ. ამ გადაწყვეტილებების ლოგიკის ცალკეულ ვერსიებს რომ მივყვებით, შეუძლებელია რომელიმე ვერსიას ხელი ჩაჭიდო, რომ მე იმაში კიდევ წინააღმდეგობები არ იპოვო კაცმა. მაგალითად, ეხლა თუ კი დასავლეთთან გადატვირთვის აუცილებლობაზე, გარდაუვალ აუცილებლობაზე ფიქრობს, ხო, ბატონი ივანიშვილი. მაგერ აქვს ეხლა ურბანის მაგალითი. სხვა საქმეა თვითონ როგორ ხსნიან ამას და ბატონ შათერიშვილის წერილები ამ ხრივ საინტერესო სახელმძღვანელო არის ეს ფიქრები რა მიმართულებით ვითარდება, ხო? ანუ ფაქტობრივად ხდება აღიარება იმისა, რომ ისინი იმდენად ძალმოსილები არიან, რომ აი მაგალითად ბოლო რაც იყო, რომ საქართველოში ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ deep state-ს იმდენად სერიოზული რესურსები აქვს, მათ შორის საქართველოში, რომ მათ ჩანაცვლებას ადვილად და უფრო ეფექტურად მოახერხებსო. ეს გარკვეული მინიშნება იმაზე, რომ ეს საკონსტიტუციო არჩევნები უბრალოდ შიდა მოხმარების ბლეფია და მეტი არაფერი, არაფრის გაუქმებას არ აპირებენ. შათირიშვილისეული ახსნით, რაც ბატონ ივანიშვილის აზრების რეპლიკაცია არის, რაღაცა მერე ახალი არ მოვიდეს ისეთი, რომელთანაც უფრო გაუჭირდება, ასე თქვათ, კონკურენცია. მაგრამ დინარაძის მოხსნა, კობახიძის გავლენების შეკვეცას ან რამე პერსპექტივას უკავშირდება თქვენი აზრი გვაინტერესებს ამ მხრივ. ბატონ გიორგი, არა ნიშნის მოგების გამო მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ესე ვთქვათ, დიდ მნიშვნელობას ამას არ ვანიჭებ. შიდა ბალანსის თვალსაზრისით იმდენად შესაძლებელი არის რაღაც დოზირებული ჩვენ გარჩევა და გაანალიზება მოვახდინოთ, მაგრამ ის კონსტრუქცია, რომელიც აღწერეთ საუბრის დასაწყისში, ის კონსტრუქცია, მისი კარკასი, საბაზისო პრინციპები რჩება უცვლელი. და ახლა იმ ფარგლებში, აი ბავშვებს რომ მოუნიშნავენ სათამაშო არეალს, იმის შიგნით რა ხდება, ალბათ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სახელმწიფოში ინსტიტუტებს არ გავს. ხილვა ხდება საკითხების სხვა სიფრთხეში და სხვა განზომილებაში. არჩევნებს არ ემსახურება და სამართალს არ ემსახურება, ბიზნესი ფეხქვეშ არის გაგდებული და რეალურად ის, რასაც სიმშვიდეს ეძახიან თუ მშვიდობას,
იმდენად მოწყვლადი არის სისტემა და იმდენად ყალბი არის თვითონ სიმშვიდის ახსნება, რომ აი სერიოზულად მსჯელობა რაღაც ეს თქვა კლასიკური ნორმებით ან დოქტრინალური წარმომწრებით მეტად რთული არის. ხა დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობდით. დასავლეთთან ურთიერთობები რო არ აღადგინო, მინიმუმ ალბათ ორი წინაპირობა არის საჭირო: ნდობა და შენი თამაშის წესებით აი ცივილიზაციურად მაინც ოდნავ მიახლოებული უნდა იყო იმ გარემოს, ხო? თავისი პოლიტიკური კულტურით, საქმის წარმოებით, ბიზნესით, ეკონომიკით, სამართალწარმოებით და ასე შემდეგ და ამათ ისეთი რამ დაემართათ, რომ რა თქმა უნდა ხა ჩვენ ძალიან ისეთი უცნაური ქვეყანა ვართ, რომ სხვადასხვა ურთიერთობების ხარჯზე, სხვადასხვა ინფორმაციაზე არის ცდომა, ზოგან სარწმუნო, ზოგან არც ბოლომდე, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ვინ დაეძებს, როდესაც ტრადიციულ პარტნიორებთან სამეზობლო იქნება, უშუალო სამეზობლო იქნება, თუ არც თუ უშუალო, რასაც რეგიონი ქვია, იქ გაუფუჭდათ ურთიერთობები. და ეს კულტურალური ინფორმაცია, რომელიც მუსირებს და ეს კულტურული ინფორმაცია, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებას ნუ დავარქვით ესე ვთქვათ, გამწვავების ხარჯზე რაღაც ურთიერთობები მაინც უნდა გაემართათ და უნდა დაებალანსებიათ ერთი მეორეთი. ეხლა ჩვენ ხშირად ისიც გვითხოვს ეთერებში, რომ მულტივექტორული. კი ბატონო, იყოს მულტივექტორული, ეხლა დღეს თანამედროვე სამყაროში ბევრი ქვეყანა, მათ შორის დიდი ქვეყნები მულტივექტორულ პოლიტიკას აწარმოებენ, მაგრამ ესეც მულტივექტორული არ არის, არის ყალბი მულტივექტორული, იმიტომ რომ მთავარი ვექტორი, საყრდენი, საშიდა ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა იყოს ჩაშენებული. დასავლეთი, დასავლური ცივილიზაცია, რომ მე თამამად ჩვენ ვესაუბრებოდეთ სხვა მიმართულებებს, ეს არ არის. ეს მთავარი ვექტორი და რა მულტივექტორულზე არის საუბარი და როცა მე თან ვახსენე კომპენსირება და ურთიერთდაბალანსება, რეალურად ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აი სამეზობლო რასაც ქვია, რეგიონი რასაც ქვია და არა მარტო სამხრეთ კავკასია, არამედ შედარებით უფრო დიდი რეგიონი, თქვა ცენტრალურ აზიას თუ გადავწყვებით, იქაც ურთიერთობების ხარისხით ვერ დაიკვეხნიან და ვერ გამოჩენიან. რატომ? იმიტომ რომ არ არის პროგნოზირებადობა, არ არის სტაბილურობა და სხვადასხვა მოთამაშეები მიუხედავად პოლიტიკური რეჟიმისა ფორმაციისა ქართულ ოცნებაში, ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებაში, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ქართული deep state-ი, ვერ ხედავენ სიტყვის არათუ მთქმელს, არამედ დაპირების შემსრულებელ პარტნიორს. აი ბატონი ალიევის ვიზიტი და მისი შეხვედრა ქვეყნის ჭრილოვან რეალურ მმართველთან ივანიშვილთან. რისი მცდელობა იყო, რომ უკეთესად გაეცნო ბატონი ივანიშვილი იმისთვის, რომ ის გეგმები, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაში და ამ ხრივ ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ვარ ჩვენ, მათ შორის ჩვენს უახლესი მეზობლების დომინაციის რესურსთან მიმართებაში. ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან თქვენი მოსაზრებები ეს ვიზიტი რასთან შეიძლებოდა ყოფილი? რა მიზნეს ემსახურებოდა? ვერ გეტყვით დარწმუნებით, უდავოდ ვერ გეტყვით, ბატონო გიორგი, მიუხედავად თან ერთი გარემოება არის, როდესაც მეკითხებიან ბაქოზე და ერევანზე. ორივე დედაქალაქთან, ნუ მაქვს ჩემი დიაპაზონი ურთიერთობების, ამიტომ ბუნებრივია, როცა ამ კითხვას პასუხობ, ვცდილობ, რომ ერთგვარი ეს ვთქვათ თვითცენზურა საკუთარ თავს დავუწესო. და თვითცენზურა მას შორის გამოიხატება იმაში, რომ ბაქო დღეს არ მალავს, რომ რეგიონში ის არის წამყვანი ქვეყანა და სახელმწიფო. მე ვთქვი კიდევაც ერთხელ ეთერში თქვენთან, რომ მქონდა საშუალება ალიევთან გადაკვეთისა, ერთხელ შუშაში ვიყავით რაღაც ღონისძიების ფორმატში და მე ბაქოში. ის განცხადებები, რაც მე მოვისმინე, რა თქმა უნდა, ქართული გადმოსახედიდან, ქართული სახელმწიფო პოლიტიკის გადმოსახედიდან იყო ყურად საღები. და მე მესმის ახლა ყველას თავისი პრეტენზია აქვს, თავისი ამბიცია აქვს, მაგრამ ჩვენ რით პასუხობთ, ჩვენ რით ვაწონასწორებთ. მაგრამ მეორე ვერსია ალბათ ეს ვთქვათ, რაც შეეხება იმ დელიკატურ კონტექსტს, რომელიც ვახსენე, მაგრამ რაც შეეხება ერთ-ერთ ახსნას, უბრალოდ ორი ვერსია შეიძლება განვიხილოთ. ერთი არის ის, რომ ოფიციალურ ბაქოს აინტერესებდა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესების ფორმა და შინაარსი, აზერბაიჯანული ინტერესების და ალბათ ამაზე ხდებოდა აზრის მოსინჯვა.
და არ მინდა ახლა უფრო მეტი ამ ინტერესების გაფართოებაზე შესაძლებელია და უკვე არსებული ინტერესების მოწესრიგებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ არ მინდა ახლა ინსინუაცია და მეორე ვარიანტი კიდევ არის, თქვა ქართული გადმოსახედიდან, თქვა ივანიშვილის შეხვედრა რა შეიძლებოდა მომსახურებოდა. ალიევს დღეს აქვს გამორჩეულად კარგი ურთიერთობები თეთრსახთან და შესაბამისად შეიძლება ეს კომუნიკაცია როგორც ალიევის მხრიდან, ასევე ივანიშვილის მხრიდან აი ამ კომუნიკაციის უკეთ გამოყენების საშუალება შეიძლება მომსახურებოდა. ურთიერთსარგებლიანობის ნიადაგები შესაძლებელია, ასევე მეცრო კორექტულობა, მაგრამ ამ საუბარს არც თქვენ და არც მე არ დავსწრებივართ, ამიტომ ვარაუდებს გამოვთქვავთ, რაზეც ვარაუდზე ცოტა შორს შეგვიძლია წავიდეთ, არის ჩვენი შიდა პოლიტიკის სხვა ნაწილი, ასე ვთქვათ, და უკავშირდება ქართული ოპოზიციის სტრატეგიას. როცა ოპოზიციას ვამბობთ, ეს ოპოზიცია იმდენად სეგმენტირებულია, შეგვიძლია ეს სიტყვა ვიხმაროთ, რომ რთულია რაღაც საერთო ოპოზიციურ სტრატეგიას საუბარი, მაგრამ არის შედარებით უფრო მსხვილი მოძრაობებიც, ხო, მაგალითად ოპოზიციური ალიანსი. რომელსაც მათ რაღაც თავის გეგმა გამოაცხადა, თარიღი გამოაცხადა 26 მაისი, პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმაზე ფიქრობს, რაღაც დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა ეს დინამიკა მარტო პოზიტიურ შინაარსს არ არის შევსებული ბოლო 2 დღის განმავლობაში. ძირითადად რაზეც არის აქცენტი კი ვადევნებთ თვალს, ხო? თქვენ ჯერჯერობით პოლიტიკურ მოძრაობათან პარტიად არ დარეგისტრირებულ ხართ. ეს არის ინიციატივა ჯერ საქართველოს, ასე ქვია მას. არაერთ საინტერესო სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალია თქვენთან, მაგრამ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკურ აქტივობას მოითხოვს ამ მხრივ. რა მოლოდინები შეიძლება კონდეს საზოგადოებას თქვენ ჯგუფთან მიმართებაში და როგორ შეაფასებდით ოპოზიციის როლს და ამოცანას ამ სიტუაციაში, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ აი ესეთი საინტერესო სახელები მოუფიქრეთ ახლა თქვენ საქართველოში მართლობით მოდელს, როგორც არის აი მახინჯი, deep state-ის მახინჯი, ყველაზე მახინჯი გამოვლინება ჩვენს ქვეყანაში. ალბათ. კი ბატონო. ხო, ეხლა რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს და ჩვენ ალიანსში მიმდინარე პროცესებს ხედავთ, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან ფრთხილნი უნდა ვიყოთ შეფასებაში, იმიტომ რომ ძალკეულ სუბიექტებს ჩვენ ამაგი არ უნდა დავუკარგოთ, ბუნებრივად უნდა დავუფასოთ. და ერთმანეთში ამ ძიძგილაობით არ უნდა გავახაროთ ის მეორე მხარე, რომლის წინააღმდეგადაც ვართ ჩვენი ძალისხმევით მიმართული. თუმცა ალიანსში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ როგორც არასდროს და დღეს განსაკუთრებით აქტუალური არის არაბულად ახალი სახეების შემოსვლა, არამედ ახალი ხელწერის. და ეს ახალმა ხელწერამ ალბათ გარდა ხა ჩვენ სხვაშორის ხშირად საყვედურობენ მეტისმეტად აკადემიური ხომ არა ხართ მეტისმეტადაც კონცეფცია, მაგრამ მე ფიქრობ, რომ მოთხოვნა აი ასეთ მშვიდ ნარატივზე, რომელიც აი კონცეპტუალური საკითხების გადმოცემაზე იქნება მიმართული, ალბათ საზოგადოებას დღეს ეს მოენატრა. იაფასიანი პოპულიზმი, ყივილწივილი, შივილი და ასე შემდეგ, ესეც ალბათ უკვე ხელში ამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ამას უზნობთ და ამანაც მოგვცა ჩვენ იმის უფლება, რომ აი საკუთარი განაცხადი გაგვეკეთებია როგორც პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს. ამდენად შინაარსობრივი კუთხით ახლა თქვენ იკითხეთ სად ხართ ამ პროცესში. მე მესმის, რომ ყველა ჟანრს აქვს თავისი დრამატურგია და პოლიტიკურ ჟანრს აქვს თავისი დრამატურგია. რა თქმა უნდა, სტატუსი აუცილებელი არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ახალი შინაარსის გამოძერწვაზე ვსაუბრობთ, ახალი იდენტობის გამოძერწვაზე ვსაუბრობთ, ალბათ ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ამითა ვართ კონცენტრირებული, რომ თავარი ხიდი, რომელიც ჩატყდა ოპოზიციასა და ქართულ ამორჩეველს შორის ნდობის ხიდი და ბუნებრივია ახლა ჩვენ ამ ვაკუუმის შევსებას თავიდან ბოლომდე ჩვენ კი ვერ ვითავებთ, მაგრამ იმ ახალ პოლიფონიაში, რომელიც ახალი მოთამაშეების, უკეთ რო ვთქვათ, ახალი ხელწერის შემქმნელების ნამოქმედარს უნდა მივაწეროთ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩვენი როლი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აი ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა, რომელიც გუნდის ფორმირებას ეფუძნება, რომელიც ძალიან ინოვაციურ მიდგომებს, ძალიან თამამ და შეიძლება ითქვა ძალიან წინააღმდეგობრივ საკითხებსაც უკავშირდება, როცა ჩვენ საჯაროდ საუბრობთ, რომ ეთნიკური ნაციონალიზმის ნაცვლად სამოქალაქო ნაციონალიზმი, ქართველი არა როგორც ეთნიკური იდენტობა, არამედ პოლიტიკური მდგენელი, კონტრაქტი სახელმწიფოსთან, სახელმწიფო როგორც სერვის პროვაიდერი, მთელი რიგი იმ საკითხებისა, რომელიც ბოლო პუბლიკაციებში ჩავშალეთ და რა თქმა უნდა დეტალიზაციაში ვერ წავალთ, მაგრამ დეტალიზაციაში ჩვენ ასევე ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, სადაც ეს გამუდმებული მსხვერპლის განცდა, რომელსაც ამკვიდრებს ხელისუფლება და ეს მუდმივი განტოლება, ომი თუ მშვიდობა,
შემწყნარებლობა, ის მშვიდობა შემწყნარებლობის დათმობის ხარჯზე, თუ შემწყნარებლობა ამბიციის, ეროვნული ეგოსა და მყარი უსაფრთხოების სისტემის ხარჯზე. ან ეკონომიკის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ, ან ბიზნესზე როცა ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ კი ჩვენ შეიძლება ეხლა ძალიან გაიზიანებდეს ქართული ბიზნესის მდგომარეობა, მაგრამ ბიზნესი ჩვენთვის ჯერ საქართველოს გადმოსახედიდან ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტი უნდა იქცეს. ან მართლმსაჯულების სფერო, როდესაც ვამბობთ, რომ დრო არის მართლმსაჯულება დავტოვოთ საკუთარ თავთან პირისპირ, რომ გავიდეს ხელისუფლების მომსახურების ზონიდან და შევიდეს მოქალაქეთა მომსახურების ზონაში. მთელი რიგი მიმართულებების მიხედვით ჩვენ აი ამ ხედვას, ახლა კონცეპტუალური ძალიან მერიდება საკუთარ თავზე ამის თქმა და ჯგუფზე, მაგრამ სერიოზულად ვუდგებით, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ცივილური პოლიტიკის, აკადემიური აწონდაწონილი აზრის ჯერი დადგა, ვინაიდან სხვაგვარად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ჯერ საკუთარ მოსახლეობასთან საერთო ენის პოვნა და მე საერთაშორისო თანამეგობრობასთან და თუ ჩვენ ერთი შეხსენება კიდევ თუ ჩვენ საქართველო არ ჩავაყენეთ საერთაშორისო სისტემის ღირსეულ მსახურად, ისე ვერ ჩვენ ამ ქვეყანაში ვერ გავხდებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული მსახური. ბატონ ვიქტორ, ბოლო ზუსტად ეს შეკითხვა მაქვს. თქვენ ახსენეთ, რომ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან და არა მარტო მართთან, არამედ ხალხთან შესახვედრათაც მზად იყოს შინაარსი ამ შემთხვევაში, ხო? პოლიტიკისთვის, აკადემიური წრეებისგან განსხვავებით, ზოგიერთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ის, რას ამბობ, არამედ როგორ ამბობ, რა არხებით, როგორია საკომუნიკაციო ენა. აი, ამ მიმართულებით მადიარის მაგალითი, უნგრეთის მაგალითი, ან რაღაც ასეთი ტიპის მაგალითები შეიძლება თქვენთვის ანგარიშგასაწევი გამოცდილება იყოს თქვენი პოლიტიკური ძალისთვის, ან თქვენი მომავალი პარტნიორებისთვისაც. ბოლოს რომ ამით შევაჯამოთ. საერთოდ კატეგორიულად წინააღმდეგი თქო როგორ თქვა, მაგრამ კოპი პასტირებით ვერც ერთი მაგალითი ჩვენს ქართულ შემთხვევაზე და кейსზე ვერ გადმოვა. მადიარის მაგალითი ერთადერთი რითაც არის მთავარი და კონიუნქტურა განსხვავებული იყო და კონიუნქტურა განსხვავებული არის ჩვენთან, რომ ევროინტეგრაციულ იდეას შემატა ფსიქოლოგიური мотиваცია შესწინა. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვიტანოთ. სხვაგვარად მყარად ვარ იმაზე და ვართ იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ქართული აზრის შედეგად უნდა ფორმირდებოდეს, ანუ ჩვენ უნდა ვაღალიბებდეთ აზრს, რაც წარმოვადგენთ, რა გვინდა და როგორ გვინდა ამის მიღწევა. სხვაგვარად ნებისმიერი ასეთი რეცეპტი, ეს ნეგატივის განხრით იქნება თუ პოზიტივის განხრით, ფიქრობ კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება. ჩვენი გზა უნდა ვეძებოთ და ეს გზა ქართულმა აზრმა უნდა გაგვიკაფოს პირველ რიგში და არა სხვების გამოცდილება.